ისრაელის უზენაესი სასამართლო განიხილავს, შეუძლია თუ არა გაათავისუფლოს კაბინეტის მინისტრი, რომელიც არც ბრალდებულია და არც დაკითხულა გაფრთხილებით. თუ ფიქრობთ, რომ ეს დასავლურ დემოკრატიაში შეუძლებელია, მართალი ხართ. და ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რა ხდება და რატომ. მე ვარ ელონა მაზელვიამენტი და ეს არის ძირითადი კანონი. ეხლა ჩვენ ვაპირებთ ვისაუბროთ საქმეზე, რომელიც წლებია დუხს და ორი ყველაზე საკამათო ფიგურის გარშემო ტრიალებს ისრაელის საზოგადოებრივ ცხოვრებაში: მინისტრი იტამარ ბენ-გვირი და გენერალური პროკურორი გალი ბარაუ-მიარა. მაგრამ პიროვნებებზე კონცენტრირება ამ საქმის უზარმაზარ მნიშვნელობას გვაკარგვინებს. ეს საქმე ეხება ისრაელის დემოკრატიის არსს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და იმ საკითხებს, რომლებიც შესაძლოა განსაზღვრავენ შემდეგი მთავრობის შემადგენლობას. ის კვლავ ვითარდება და თქვენ უნდა იცოდეთ ამის შესახებ. თავიდანვე გეტყვით, რომ ეს რთული საქმეა, უამრავი სხვადასხვა მიმართულებით და საინტერესო დეტალებით. და მე ვეცდები მოგაწოდოთ ძირითადი ინფორმაცია, რადგან ინგლისურად ეს თემა ცუდად არის გაშუქებული. ამის მიუხედავად, თუ ეს თემა გაინტერესებთ, გირჩევთ, რაც შეიძლება მეტი წაიკითხოთ ამ საკითხზე, რადგან დღეს მხოლოდ ზედაპირულად შეგვიძლია შევეხოთ რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხს. მოდით სამ კუთხეს შევხედოთ. პირველ რიგში არის კონსტიტუციური დაპირისპირება. არ არსებობს დასავლური დემოკრატია, სადაც სასამართლოს დაუვალებია ბრალდების არ მქონე მინისტრის გადაყენება მთავრობის იურიდიული წარმომადგენლის მოთხოვნით. კლასიკური თვალსაზრისით ეს უბრალოდ არ არის სასამართლოს საქმე. და იმის თქმა, რომ ეს არღვევს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, ძალიან რბილი შეფასება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თავიდანვე რეალური დანაწილება არ არსებობდა. მეორეც, არსებობს პოლიტიკის შიდა ბრძოლა. ბენ-გვირი და სამართლებრივი წრეები ნამდვილად არ ეთანხმებიან იმაზე, როგორი უნდა იყოს ისრაელის პოლიცია. და ეს უთანხმოება ეხება სამართალდამცავი ორგანოების პრიორიტეტებს, ციხეების მართვას, ტერორიზმისთვის სასჯელებს და პოლიციის დანიშვნებს, სხვა საკითხებთან ერთად. სიცოცხლეები საფრთხეშია და ყოველთვის ნათელი არ არის, ვინ არის პასუხისმგებელი პოლიტიკის განსაზღვრაზე. არსებობს არგუმენტი, რომ თავად იურიდიული სისტემა არის ამ დისფუნქციის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. მესამე, არსებობს სტრუქტურული თავსატეხი. რატომ არის ქვეყანა, რომელიც უკვე 68 წლისაა, ჯერ კიდევ გაურკვევლობაში, ვინ მართავს მის პოლიციას და რა გვიჯდება ეს დაბნეულობა? წავიდეთ. აი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ამ საქმის გასაგებად გჭირდებათ. იტამარ ბენ-გვირი, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის პოსტზე 2022 წლის დეკემბერში დაინიშნა და პოლიციის მიმართ უფრო მტკიცე ნაციონალისტური მიდგომის პლატფორმით მოვიდა. სამართლებრივ წრეებთან დაპირისპირება ფაქტობრივად პირველივე დღიდან დაიწყო. მათი აზრით, მინისტრები მხოლოდ ზოგად პოლიტიკას განსაზღვრავენ და ოპერაციულ საკითხებში არ ერევიან. მისი აზრით ის არჩეული იყო იმისთვის, რომ პოლიციის მუშაობის წესი შეეცვალა და ამისთვის ყველა კანონიერ ბერკეტს გამოიყენებდა. და რადგან ეს ისრაელია, მაშინვე შეიტანეს სარჩელი, მისი დანიშვნის გაუქმების მოთხოვნით უკიდურესი არაგონივრულობის სტანდარტის საფუძველზე. უზენაესმა სასამართლომ ამ სარჩელის წინააღმდეგ გადაწყვეტილება მხოლოდ 1 წლის შემდეგ, ან ცოტა მეტიც კი, გამოიტანა. თუმცა ეს გადაწყვეტილება ბენ-გვირის მიმართ კრიტიკასაც შეიცავდა და ხაზს უსვამდა, რომ პოლიციის დამოუკიდებლობა მისი ვადის განმავლობაშიც შენარჩუნდებოდა. მას შემდეგ, რაც მან მინისტრის პოსტი გარკვეული დროით დაიკავა, კიდევ რამდენიმე სარჩელი შევიდა, რომლებიც იმავე საფუძვლებით პრემიერ-მინისტრისთვის ბენ-გვირის გათავისუფლებას მოეთხოვათ. გენერალურმა პროკურორმა პრემიერ-მინისტრს სთხოვა გადაეხედა მისი დანიშვნისთვის. ბენ-გვირმა 2025 წლის დასაწყისში მოკლევადიანად დატოვა თავისი პოსტი, ხაზაში მძევლებთან დაკავშირებული შეთანხმებების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, თუმცა მალევე ხელახმა დანიშნეს გენერალური პროკურორის წინააღმდეგობის მიუხედავად. ეხლა როგორც პირი, რომელიც აკონტროლებს მინისტრის წვდომას მთავრობის იურიდიულ წარმომადგენლობაზე, იქნება ეს მისი ოფისის მეშვეობით თუ მისი შეხედულებისამებრ, კერძო ადვოკატის საშუალებით, გენერალურმა პროკურორმა დათანხმდა ბენ-გვირის დანიშვნის დაცვას სასამართლოში, მხოლოდ იმ პირობით, რომ ის 2025 წლის აპრილში ხელს მოაწერდა წერილობითი პრინციპების შეთანხმებას. ამ შეთანხმებით მას მკაცრად ეკრძალებოდა ოპერატიულ პოლიციაში ჩარევა, კონკრეტულ გამოძიებებში მონაწილეობა ან გარკვეულ წოდებაზე დაბალი ოფიცრების დაწინაურებაში ჩარევა. 2025 წლის ბოლოსა და 2026 წლის დასაწყისში გენერალური პროკურორის პოზიცია შეიცვალა. მან უზენაეს სასამართლოს აცნობა, რომ ეს ჩარჩო ციტატა ძალად დაკარგული გახდა, რადგან მისი თქმით, ბენ-გვირმა სისტემატურად დაარღვია მისი პირობები. მან მაგალითად მოიყვანა მისი საჯარო კომენტარები მიმდინარე გამოძიებებზე, უშუალო ჩართულობა საპროტესტო აქციების პოლიციურ ტაქტიკებში და მცდელობები გვერდი აუაროს პოლიციის კომისარს საკადრო გადაწყვეტილებებში. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მონაცემია. ისრაელელი ჟურნალისტების ამით სეგალისა და ავიშაი გრინსაგის ინფორმაციით, გენერალურმა პროკურორმა ასევე მიმართა მაშინდელ შინბეთის ხელმძღვანელ რონენ ბარს, რათა შეეგროვებინა მასალები ბენ-გვირის ქცევაზე და ეს მასალები გამოეყენებინა მის წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებში.
მას შნება მომეცით კიდევ ერთხელ თქვა ეს. თუ ეს ინფორმაცია სწორია, ისრაელის შიდა დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს დაავალეს შეეგროვებინა ინფორმაცია მოქმედ მინისტრზე, რათა მთავრობის იურიდიული მრჩევლის მიერ მის წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო პროცესს დახმარებოდა. გამოძიებამ კი, როგორც არაერთი წყარო ამბობს, ვერაფერი აღმოაჩინა. ეხლა ბენგირის გუნდი გენერალური პროკურორის ფაქტობრივი მტკიცებების უმეტესობას უარყოფს, რაც მან არაერთხელ დაადასტურა, როგორც მოსმენაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. არის ის, რომ მან დანიშნულებზე მყარ კონტროლს ახორციელებდა. ის ამბობს, რომ მე ვადგენ პოლიტიკას და ცვლი პოლიციას, ამბობს ის. მართალია. ის ამბობს, რომ მე ვერევი დანიშნებში, რომ ჩემი პოლიტიკის განსახორციელებლად 1000-ზე მეტი ადამიანი დავნიშნე. ამაშიც მართალია. ამერიკელი მსმენელისთვის მინისტრი, რომელიც თავის სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოში უფროსი თანამდებობების დანიშვნებს მართავს, ალბათ დიდ ამბად არ ჟღერს. და მინისტრს მართლაც აქვს კანონის მიხედვით ამის გაკეთების უფლება, გარკვეული სამართლებრივი შეზღუდვების გათვალისწინებით, მაგალითად, უკიდურესი არაგონივრულობის ან არარელევანტული გარემოებების აკრძალვა. უზრუნველყოს, რომ მისი გადაწყვეტილება პროფესიონალური და შესაბამისი იყოს. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ისრაელში ასევე არსებობს მნიშვნელოვანი გაურკვევლობა იმის შესახებ, თუ სად იწყება და მთავრდება ყველას უფლებამოსილება. და ბენ-გვირის შემთხვევაში, რომელიც ნამდვილი პოლიტიკური დაპირისპირების მაგნიტია, თუ ოდესმე ასეთი ყოფილა, იურიდიული წრეებით ცდილობს ეს გაურკვევლობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. აი როგორ მუშაობს ეს. 1971 წლის პოლიციის დადგენილება უფლებამოსილებას ბუნდოვნად ყოფს პოლიციის კომისარსა და მინისტრს შორის. და სამი დამოუკიდებელი საჯარო კომისია, ცადოკი, ოგი და ზამირი, წლების განმავლობაში რეკომენდაციას აძლევდნენ, რომ მინისტრის უფლებამოსილება პოლიტიკის განსაზღვრაზე უფრო მკაფიოდ განესაზღვრათ ისე, რომ მას ოპერაციებში ჩარევის უფლება არ ქონოდა. ეს რეკომენდაციები კანონად არ იქცა 2022 წლამდე, როცა მიღებულ იქნა შესწორება 37, რომლის ნაწილიც უზენაესმა სასამართლომ გააუქმა, ხოლო ნაწილი 2025 წელს დააზუსტა. ამასობაში, როგორც აქ უკვე ვისაუბრეთ, გენერალური პროკურორის უფლებამოსილება მინისტრების ქცევაზე, რომელიც არასდროს ყოფილა კანონით განსაზღვრული. სასამართლო პრაქტიკის შედეგად იმდენად გაიზარდა, რომ ვეტოს მსგავსი გახდა. ეხლა პრაქტიკაში მინისტრს შეუძლია შეიმუშაოს პოლიციისთვის ზოგადი პოლიტიკა, მაგრამ არ აქვს უფლება მისცეს კონკრეტული მითითებები განხორციელებაზე ან ჩაერიოს კონკრეტულ ოპერაციებში. ამავე სასამართლომ ბენ-გვირს ასევე დაავალა, რომ კონსულტაცია გაევლო იურიდიულ ორგანოებთან, დემონსტრაციებსა და გამოძიებებთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე. და ალბათ ყველაზე მწვავე საკითხია კადრების დანიშვნა, სადაც მთავარი არგუმენტი ბენ-გვირის წინააღმდეგ არის ის, რომ მისი პოლიტიკის მხარდამჭერი ოფიცრების დანიშვნით ის აზიანებს პოლიციის დამოუკიდებლობას. ამას კი რა თქმა უნდა უპირისპირდება არგუმენტი, რომ მინისტრს არა მხოლოდ კანონით და დემოკრატიულად არჩეული კოალიციის მიერ აქვს დანიშვნების უფლება, არამედ ისიც, რომ მინისტრის პოზიციას ამ დანიშვნების გარეშე მცირე მნიშვნელობა აქვს. როგორც პრეზიდენტმა რეიგანმა ერთხელ თქვა, კადრები პოლიტიკაა. ეს არნიშნავს, რომ ყველა დანიშვნა კარგი იქნება. და სინამდვილეში ნახავთ უამრავ ადამიანს, როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ, რომლებსაც ამ შემთხვევაში საკუთარი კრიტიკა აქვთ. ეს ასევე ნამდვილად არნიშნავს, რომ დანიშნულები მთლიანად მინისტრის შეხედულებაზეა დამოკიდებული. როგორც უკვე ვთქვი, არსებობს აკრძალვები უკიდურესად არაგონივრული დანიშვნების, ან ისეთების გაკეთებაზე, რომლებიც პროფესიულ სფეროს მიღმა არსებულ მოსაზრებებზეა დაფუძნებული. მოდით განვიხილოთ მაგალითი, სადაც ეს ყველაფერი ერთდროულად მოხდა და ეს იქნება პოლიციის ოფიცერ რენატ საბანის ისტორია. იურიდიულ წრეებში ეს საქმე აშკარად გამოიყურება როგორც ბენ-გვირის მიერ პოლიციის ოფიცრის დაწინაურების დაბრკოლება პოლიტიკური მიზეზებით. ხოლო მემარჯვენეებისთვის ეს არის მასტერ-კლასი იმაზე, თუ როგორ უგულებელ ყოფს კარის მცველთა კლასი და სასამართლო დაწერილ კანონებს, როცა ისინი მათ დღის წესრიგზე წინააღმდეგება. საბანი დაწინაურებას მთავარი სუპერინტენდანტის პოზიციაზე ელოდებოდა და მიიღო საჭირო რეკომენდაციები პოლიციისა და იურიდიული პერსონალის უფროსებისგან. ბენ-გვირმა თავდაპირველად დაამტკიცა ეს დაწინაურება იმ პირობით, რომ საბანი დაასრულებდა საჭირო კურსს. თუმცა მასზე დამატებით ინფორმაციის გამოჩენის შემდეგ ბენ-გვირმა შეაჩერა მისი დაწინაურების საბოლოო დამტკიცება. საბანი იყო ერთ-ერთი მთავარი გამომძიებელი ნეთანიაჰუს საქმეებში. განსაკუთრებით 4000 საქმეში, რომელიც ცნობილია როგორც სავარაუდო საქმე, ბეზიკი დადებითი გაშუქების სანაცვლოდ. მაგრამ მისი 2025 წლის სასამართლო ჩვენება ნებისმიერი ობიექტური სტანდარტით საკმაოდ არეულობა იყო. მან აღიარა, რომ სახელმწიფო მოწმეებს ატყუებდა და მოულოდნელად დაემართა მოსახერხებელი ამნეზია. კითხვებზე ათეულობით ჯერ უპასუხა არ მახსოვს. გარდა ამისა, უზენაესმა სასამართლომ მანამდე უკვე მიუთითა მას პროცედურულ გადახვევებზე ნეთანიაჰუს მრჩევლების ტელეფონების უკანონო ჩხრეკასთან დაკავშირებით.
საბანმა სარჩელი შეიტანა. ამტკიცებდა, რომ ბენგირს არ ჰქონდა უფლებამოსილება გადაეხედა მისი თავდაპირველი თანხმობისთვის და რომ მისი დაწინაურების შეყოვნება უკავშირდებოდა უკანონო მოსაზრებებს. ამით მან გამოხატა ღრმა და ლეგიტიმური ში ბევრი სამართალდამცავი პროფესიონალისა, რომ მათი დაწინაურება შეიძლება პოლიტიკურ და არა პროფესიულ მოსაზრებებზე იყოს დამოკიდებული. ეს არავის უნდა. არ გსურთ, რომ კრიტიკული პოლიციის ჩვენება შეიზღუდოს ან დამახინჯდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ოფიცერს გონია, რომ ხაზში უნდა ჩადგეს. მეორე მხრივ, ბენ გვირმა განაცხადა, რომ მას შეუძლია გადახედოს დაწინაურების გადაწყვეტილებას და რომ სურს დამატებითი ფაქტების მოძიება საბანს. და მათთვის, ვინც სიუჟეტს ადევნებს თვალს, შესაძლოა ზედმეტადაც კი ეს განცხადება ძალიან გავს იმას, რასაც თავად გენერალური პროკურორი ამტკიცებს. როდესაც თავისი საკონსულტაციო როლში მან ფაქტობრივად გაუხსნა უსასრულო გამოძიება და საბოლოოდ ჩაშალა სამოქალაქო სამსახურის კომისრის კანდიდატ როი კახლონის ნომინაცია. მიუხედავად იმისა, რომ ბენ გვირმა თავდაპირველად საბანის ჩვენება ნეთანიაჰუს საქმეებში ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა, უზენაესი სასამართლოს მიერ მითითებული დარღვევები კიდევ ერთი საფუძველი გახდა დაყოვნებისთვის. იერუსალიმის საოლქო სასამართლომ საბანის მხარე დაიჭირა, გამოიკულია ბენგირის უფლებამოსილების განხორციელება და დაადგინა, რომ საფუძველი არ არსებობდა. დამატებითი ფაქტების დადგენის გასამართლებელი საფუძველი არ არსებობდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ბენ გვირმა იხელმძღვანელა იმ აკრძალული საქმესთან დაუკავშირებელი მოსაზრებებით. და როდესაც მან თავისი პოზიცია დაიცვა, სასამართლომ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და გადაწყვიტა, რომ საბანის დაწინაურებას კანონის ძალა ჰქონდა უკუწალით, მიუხედავად იმისა, რომ მან ხელი არ მოაწერა. ასე რომ პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ სასამართლო ჩაერია დანიშვნაში და მიანიჭა მას იურიდიული ძალა აღმასრულებელი ხელისუფლების ნების გარეშე და მის წინააღმდეგ. ეხლა გენერალური პროკურორი საბანის საქმეს განიხილავს, როგორც ყველაზე ნათელ მაგალითს იმისა, თუ როგორ ბოროტად იყენებს ბენ გვირი თავის უფლებამოსილებას პოლიტიკური მიზნებისთვის. ხოლო ისრაელის მემარჯვენეები ამას სრულიად საპირისპიროდ აღიქვამენ, როგორც კარის მცველების შეკრულ ფრონტს, რათა კონკრეტული ოფიცერი დანიშნონ იმ მინისტრის თავზე, რომელიც კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას იყენებს. ამიტომაც ჩლება კითხვა. ნუ თუ უკიდურესი არაგონივრულობის საკითხი უფრო მეტ ადამიანს არ უნდა ეჩვენებოდეს აშკარად. რა ხდება მაშინ, როცა ეს სტანდარტი, რომელიც თავდაპირველად იშვიათად და ნეიტრალურად უნდა გამოყენებულიყო, პოლიტიკურ სპექტრში მინიმუმ ერთი მხარის მიერ, თუ არა ორივეს მიერ, აღიქმება როგორც უნივერსალური ინსტრუმენტი, რომელიც სამართლებრივ სისტემას საშუალებას აძლევს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩაერიოს. და ეს მხოლოდ ერთ-ერთი საფრთხე აქვს. ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, რომ არც ეს და არც ბენ გვირის წინააღმდეგ წარდგენილი სხვა სამართლებრივი საჩივრები, რომელთაგან ზოგი შეიძლება პოლიტიკურ კრიტიკადაც კი ჩაითვალოს, არ აღწევს იმ დონეს, რომ დანაშაულებრივ ქმედებად ჩაითვალოს. მიუხედავად ამისა, საბანისა და სხვების მაგალითზე, მომჩივნები და ისრაელის გენერალური პროკურორი ცდილობენ გაათავისუფლონ მინისტრი, რომელიც თავიდანვე არ სურდათ ამ თანამდებობაზე. ირონიულად აქ წარმოდგენილი არგუმენტია, რომ სავარაუდოდ არასწორი ქმედებების დაგროვილი ჩანაწერი ნიშნავს პოლიციის პოლიტიზებასა და მის იარაღად გამოყენებას, რაც აზიანებს მის დამოუკიდებლობას. მაგრამ თუ კანონი არ დაარღვეულა, რა განასხვავებს ამ ბრალდებას პოლიტიკური პრეფერენციისგან? და თუ კანონი არ დაარღვეულა, რა არის შემზღუდავი პრინციპი სამართლებრივი სისტემისა და თუნდაც ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უბრალოდ არ მოსწონთ რომელიმე პოლიტიკა და ცდილობენ ხელი შეუშალონ მას. ამასთან თუ თვითონ კანონი ხდება პოლიტიზირებული მოქმედებაში, მაშინ რას ნიშნავს პოლიციის დამოუკიდებლობის იდეა? და როგორ შეიძლება ღრმად პოლარიზებულ საზოგადოებას ენდოს იმ ინსტიტუტებს, რომლებსაც საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის სახელით ასეთი დიდი ძალაუფლება აქვთ? ყველა ეს კითხვა გვაბრუნებს გასულ ოთხშაბათს, სადაც იურიდიული ბუნდოვანება, მუდმივად მზარდი საკონსტიტუციო დაპირისპირება და მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე სამართლებრივი ბრძოლა აშკარად გამოჩნდა. ეს იყო გამორჩეული მოსმენა, 9 მოსამართლე, თითქმის 10 საათი. საზოგადოებას არ მისცეს შესვლის უფლება, რათა თავიდან აეცილებინათ შეფერხებები. სხვათა შორის, შესვლა აკრძალა იმავე სასამართლომ, რომელმაც სულ ერთი კვირით ადრე გააუქმა ომის დროინდელი უსაფრთხოების რეკომენდაციები, რომლებიც ზღუდავდა ანტისამთავრობო პროტესტებზე მონაწილეთა რაოდენობას, სწორედ იმიტომ, რომ პროტესტებზე გამოხატვის თავისუფლება წმინდაა. შეიძლება თუ არა სასამართლომ დაადგინოს, რომ პრემიერ-მინისტრი შეიძლება აიძულონ გაათავისუფლოს მინისტრი, რომელიც არ არის ბრალდებული არც ერთ დანაშაულში. ნუ თუ ისრაელის დემოკრატიამ საბოლოოდ დაკარგა თავი, როგორც ელისმა საოცრებათა ქვეყანაში და ჩავარდა კურდღლის სოროს ბოლომდე. ბენ გვირის ადვოკატმა დევიდ პეტერმა მკვეთრად შეაჯამა მინისტრის საქმის ყველაზე კონფრონტაციული ვერსია მოსამართლეების წინაშე. მან თქვა, თქვენ არ გაქვთ არანაირი უფლებამოსილება. არა თუ უფლებამოსილება არ გაქვთ, არამედ არც იმის უფლებამოსილება გაქვთ, თქვათ რომ უფლებამოსილება გაქვთ.
და მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე მწვავე დისკუსია გაიმართა, ერთ-ერთი მოსამართლის პასუხი არანაკლებ გამამხილველი იყო. სასამართლო სისტემის ძირითადი კანონი ძალიან ართულებს იმ დასკვნის თავიდან აცილებას, რომ ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება. ერთადერთი კითხვა დისკრეციას ეხება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ თავად გადავწყვეტ ჩვენი ძალაუფლების საზღვრებს თითოეულ შემთხვევაში და თქვენ ამას შეეგუებით. ნეთანიაჰუს ადვოკატმა მაიკლ რუბელომ კანონიდან გამომდინარე აშკარა არგუმენტს გაუსვა ხაზი. ძირითადი კანონი მთავრობა ანიჭებს უფლებამოსილებას მინისტრების დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრს და არა სასამართლოს. მოსამართლე სოლბერგმა შეეწინააღმდეგა. აღნიშნა, რომ მომჩივნები ეყრდნობიან არა ბრალდების დასკვლას, არამედ კონკრეტულ შემთხვევათა სერიას და იკითხა, როგორ უნდა მოექცეს სასამართლო ქცევის ერთობლივ ჩანაწერს. ჩემი აზრით, ეს დიალოგები წარმოადგენს საქმის ძირითად ნაწილს. დოქტრინალური ნაბიჯი, რომელსაც მოსამართლეები ეძებდნენ, ან 1993 წლის დერი პინჩასის გადაწყვეტილების გაგრძელება იყო, ან მისგან გადახვევა. ამ შემთხვევაში უზენაესმა სასამართლომ პრემიერ-მინისტრ რაბინს დაავალა გაეთავისუფლებინა ორი მინისტრი, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ბრალდებულნი, მაგრამ არ იყვნენ მსჯავრდებულნი, იმ საფუძველზე, რომ მათი თანამდებობაზე დატოვება უკიდურესად არაგონივრული იქნებოდა. არც ერთი ისრაელის კანონი არ ითხოვდა ამ გათავისუფლებას. არც მაშინ და არც დღეს არ არსებობს პრეცედენტი ან ანალოგი სხვა დასავლურ სამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო საკუთარ თავს ანიჭებს უფლებამოსილებას, მოხსნას მინისტრები თანამდებობიდან საერთო სამართლის სტანდარტით, რომელიც თავად გამოიგონა კანონის გარეშე. ბენ გვირი 33 წლის შემდეგ ან ამ დოქტრინის გაგრძელებაა იმ ტერიტორიაზე, სადაც დერი პინჩასი თვითონაც ვერ მივიდოდა, რადგან საბრალდებო დასკვნა არ არსებობს. ან სხვა ალტერნატიულად, როგორც ზოგიერთი მოსამართლე ცდილობდა, ეს სრულიად განსხვავებული კატეგორიაა, რომელიც არა დანაშაულზე, არამედ ზოგად ქცევაზეა დაფუძნებული. სად გვტოვებს ეს ყველაფერი? 16 აპრილს მოსმენის მეორე დღეს სასამართლომ დროებითი განკარგულება გამოსცა. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მოლოდინშია. ბენ გვირი ინარჩუნებს თავის სამინისტროს, მაგრამ უფროს და სენსიტიურ პოზიციებზე დაწინაურებები, რომლებიც ეხება გამოძიებებს, სამართალდაცვას, გამოხატვის თავისუფლებას ან პოლიციის იურიდიულ მრჩეველს, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კომისრის რეკომენდაციით, გენერალური პროკურორისთვის 7 დღიანი წინასწარი შეტყობინებით. ბენ გვირს ეკრძალება საჯაროდ კომენტარის გაკეთება პოლიციის ძალის გამოყენებაზე. ფაქტობრივად განკარგულება ძალიან ახლოს მიყვება იმ პრინციპების ჩარჩოს, რომელიც თავდაპირველად იქნა ხელმოწერილი და მხარეებმა უნდა წარადგინონ ანგარიში 3 მაისამდე. ეხლა ჩემი წაკითხვის მიხედვით ამ გადაწყვეტილებაში სასამართლო აღიარებს, რომ ეშმაკთან ცეკვავს. იმის ნაცვლად, რომ უარია თქვა ამ საქმეზე, განსახილველად მიუღებლობის გამო, როგორც ამას ნებისმიერი სხვა სასამართლო დასავლურ დემოკრატიაში გააკეთებდა, სასამართლო უარს ამბობს აღიაროს, რომ მის ძალაუფლებას აქვს საზღვრები. ამით მან პოლიტიკური ნაღმების ველში გადადგა ნაბიჯი. ცდილობს თავიდან აიცილოს მინისტრის გათავისუფლების აფეთქება. აფეთქება, რომელიც კოალიციას საარჩევნო წელს საარჩევნო საჩუქარს მისცემდა. მიუხედავად ამისა, აგრძელებს სასამართლო ხელისუფლების გავრცელებას მინისტრების ქცევაზე. ეხლა შეიძლება და უნდა ვიკითხოთ, რეალურად რა ფასად გვიჯდება ეს ქაოსი. და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცოდნით ჯერ არავის აქვს სრული სურათი რაოდენობრივად შეფასებული, მე მოგცემთ მკაფიო მაგალითს. მოდით შევხედოთ მკვლელობის გამორჩეულად მაღალ მაჩვენებელს ისრაელის არაბულ სექტორში. მკვლელობის მაჩვენებელი გაიზარდა. 2020 წელს 86 ადამიანი დაიღუპა, 2022-ში 116, 2023-ში 244, ხოლო 2025 წელს 252, რაც ყველაზე მომაკვდინებელი წელია ისტორიაში. დაახლოებით 88% მოკულთაგან ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკვლული. გახსნის მაჩვენებელი, ანუ მკვლელობების ის წილი, სადაც პოლიცია ამოიცნობს და დააკავებს ეჭვმიტანილს, დაახლოებით 10%-ს შეადგენს. ახლა აშკარად ძუნებაა, რომ თითი გავიშვიროთ ეროვნული უსაფრთხოების მინისტრისკენ, რომელიც თითქოს და პოლიციას ხელმძღვანელობს და რომელიც ნამდვილად ხმაურიანია და ყოველთვის ცენტრშია სხვადასხვა სკანდალების და რომლის გამოცხადებული პრიორიტეტები, როგორც წესი, სხვაგანაა გადატანილი. და სწორედ ეს არის ის, რაც არაერთხელ გავცელდა. მაგრამ ამ პრობლემაზე პასუხისმგებლობა რეალურად გაზიარებულია მინისტრს, პოლიციას, გენერალურ პროკურორს და სახელმწიფო პროკურორს, რომელსაც ის ზედამხედველობს, დაზვერვას, არაბულ ადგილობრივ ხელისუფლებებს და სხვა მონაწილეებს შორის. და მადალიქად უნდა შევხედოთ გენერალურ პროკურორს, რადგან ის არა მხოლოდ იურიდიული მრჩეველია, არამედ სახელმწიფო ბრალდების ხელმძღვანელია. ადამიანი, რომელიც საბოლოოდ პასუხისმგებელია იმაზე, აღიძვრება თუ არა საქმეები, მიეცემა თუ არა გამოძიებებს რესურსი, გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმებები, იქნება თუ არა გამამტყუნებელი განაჩენები. და ზრდა ხდება იმ წელს, როდესაც ეს გენერალური პროკურორი თანამდებობას იკავებს. ხოლო ბენ გვირი თანამდებობას მხოლოდ იმ წლის დეკემბერში იკავებს.
ეხლა სახელმწიფო პროკურატურის მიერ ქნესეთისთვის მიწოდებული მონაცემებით 2024 წელს დაახლოებით 230 არაბულ სექტორში ჩადენილი მკვლელობიდან მხოლოდ 42 ბრალდების წარდგენა მოხდა. სანამ ეს რიცხვები გროვდებოდა, გენერალური პროკურორი ინსტიტუციურ რესურსს ხარჯავდა პოლიციაზე ზედამხედველი მინისტრის წინააღმდეგ მრავალწლიან კამპანიაში, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკონსტიტუციო დაპირისპირებებში. რატომ არ არის არაბულ სექტორში დანაშაული საკითხი უფრო დიდი პრიორიტეტი იმ ინსტიტუციისთვის, რომელიც აცხადებს, რომ ინდივიდუალური უფლებების დაცვას ემსახურება? და რატომ ადანაშაულებს მედია მხოლოდ ზოგიერთ მონაწილეს, რითაც სხვებს ათავისუფლებს იმ კრიტიკული პასუხისმგებლობისგან, რაც ამ ადამიანების სიცოცხლის დაცვას ეხება? ასე რომ, ეს არის ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ აქვს გაურკვევლობას უფლებამოსილებაში და იმ ბრძოლებს, რაზეც იურიდიული სისტემა დროს ხარჯავს, აშკარად და მძიმე ფასი. ეს ერთადერთი მიზეზი არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ნამდვილად არის. არსებობს მეორე ფასიც, რომელზეც მინდა ყურადღება გავამახვილოს, სანამ დავასრულებთ. და ეს ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ბენ გვირი გამოჩნდებოდა. და ეს არის საზოგადოების ნდობის შემცირება პოლიციის მიმართ. ისრაელის პოლიციაში ნდობა 2020 წლის ოქტომბერში იყო 41%, ერთი წლის შემდეგ 33.5%, ხოლო 2022 წლის იანვარში მხოლოდ 29%. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ისრაელის დემოკრატიის ინდექსმა დაიწყო მისი გაზომვა 2003 წელს. ისრაელის დემოკრატიის ინსტიტუტმა ნდობის შემცირება პეგასუსის ჯაშუშური პროგრამის სკანდალს მიაწერა, რომელიც ამ საქმეზეც განიხილებოდა. ისრაელის დემოკრატიის ინსტიტუტმა ნდობის შემცირება პეგასუსის ჯაშუშური პროგრამის სკანდალებს, რომელზეც ჩვენც ვისაუბრეთ გადაცემაში და ნეთანიაჰუს გამოძიებების საჯარო განხილვას მიაწერა. სხვათა შორის, გენერალური პროკურორის ოფისისადმი ნდობამაც რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია იმავე 2022 წლის ინდექსში. და ეს ყველაფერი მოხდა მანამდე, სანამ ბენ გვირი თანამდებობაზე მოვიდოდა. სინამდვილეში შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს მაჩვენებლები იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მან პოლიტიკაში წარმატებას მიაღწია. და სანამ ის თანამდებობაზეა, ეს მაჩვენებლები კვლავ დაბალია, რაც კიდევ ერთ ინსტიტუტზე მიუთითებს, რომელსაც სიღრმისეული რეფორმა სჭირდება. მაგრამ რადგან სასამართლო სისტემა იცავს და საწუა ზედმეტადაც იცავს ამ სისტემების შეცვლის პოლიტიკური მცდელობებისგან, ახლა დგება კითხვა, როგორ შეიძლება ეს მოხდეს. აბა, ეხლა რა. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მას შემდეგ, რაც ახალი შეთანხმება 3 მაისს წარადგინება. შუალედურმა ჩარჩომ, რა თქმა უნდა, უკვე გამოიწვია უთანხმოებები და მხარეები ისევ სასამართლოში დაბრუნდნენ ახალი დაპირისპირებების გასარკვევად. ეჯი მეპარება, რომ ბენ გვირი გაათავისუფლონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შედეგებს ავწდებით. ეს საქმე პრეცედენტს შექმნის და გზა გაეხსნება რომელიმე მომავალი მინისტრის გათავისუფლებას, თუ მოვლენები ამ მიმართულებით გაგრძელდება. და იმის გარდა, რომ ეს მიდგომა მთლიანად ცვლის კლასიკურ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რისთვის არსებობს სასამართლოები, ის იწვევს ქაოსსა და უთანხმოებას სამართალდამცავი ორგანოების მართვაში. ასევე არ შეგეშალოთ მოსალოდნელი პოლიტიკური რეაქციის შეფასება. შეიძლება აქ ბრალდება არ წაუყენებიათ, მაგრამ მემარჯვენე ამომრჩევლები ამას აღიქვამენ როგორც ბრალდებას. მათი წარმომადგენლების, მათი კოალიციის და საკუთარი თავის მიმართ. ისინი რეაგირებენ. გასული წლის განმავლობაში გამოჩენილი იურისტის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა საჯარო კამპანიამ შეაგროვა 120,000-ზე მეტი ხელმოწერა პეტიციაზე, რომელიც ამერიკის მთავრობას სთხოვს სანქციები დაუწესოს ისრაელის წამყვან პოლიტიკურ და სასამართლო პირებს, მათ შორის მოსამართლე იშაკ ამიც და გენერალურ პროკურორ ბარავ მიარას, პრემიერ-მინისტრისთვის შეწყალების დაბლოკვაში მონაწილეობისგან. ეხლა ეს ნაბიჯი არის ის, რომელსაც მე სრულიად ვეწინააღმდეგები და მჯერა, რომ ის სრულად არღვევს სუვერენიტეტის პრინციპს, რომლის შენარჩუნებისთვისაც ასე ძლიერ ვიბრძვით. მაგრამ ასეთი პეტიციის არსებობა და ასეთი მასშტაბის პეტიცია უნდა მივიღოთ როგორც გაფრთხილება, რომ მნიშვნელოვანი რაოდენობის ისრაელები კარგავენ რწმენას ამ საკითხის დემოკრატიულ გადაწყვეტაში. მათი რწმენაა, რომ მათი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები ირღვევა მხოლოდ იმის გამო, თუ ვინ არიან ისინი და როგორ აძლევენ ხმას. და ახლა მათზეა, ვისაც სურს ლიდერობა აჩვენოს. არა ძალაუფლება, არამედ ლიდერობა, რომ იმოქმედონ პასუხისმგებლობით და გამოიჩინონ თავშეკავება. ბოლოს პირადი სიტყვა. მე გავიზარდე ისრაელის დამფუძნებლებისა და გმირების ისტორიებზე, როგორც იმ ბებია ბაბუის შვილიშვილი, რომლებმაც ერთად იბრძოლეს იატაკქვეშა მოძრაობებში ებრაული სახელმწიფოსთვის. ეხლა ვინც იცის ისტორია იცის, რომ ამ სხვადასხვა იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრებს შორის ურთიერთობები ყოველთვის სასიამოვნო არ ყოფილა, როგორც სახელმწიფოს დაარსებამდე, ასევე მის შემდეგაც. მაგალითად, ჰაგანამ, რომელიც წარმოადგენდა ლეიბორისტული სიონიზმის მთავარ მიმართულებას, ზოგჯერ ბრიტანელებთან თანამშრომლობდა კონკურენტ წინააღმდეგობის ჯგუფების წინააღმდეგ. და მაშინაც კი, როცა სახელმწიფო უკვე ფუნქციონირებდა, პინკას ადომი, რომელიც ფაქტობრივად მაპაის პარტიის ბარათი იყო, აუცილებელი იყო საჯარო სექტორში დასაქმებისთვის.
და თუ ეს პარათი არ ქონდა, ძალიან იტანჯებოდი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსთვის იბრძოლეს, ჩემს ბებია ბაბუას მოუწიათ ქვეყნის დატოვება 3 პატარა შვილით, რომ თავი ერჩინათ და მათი შვილები ძირითადად უცხოეთში გაიზარდნენ. ამიტომ მე ამ ყველაფრის ცოდნით გავიზარდე, მაგრამ მაინც არასოდეს მომისმენია ცუდი სიტყვა ისრაელზე. ეს უბრალოდ დამფუძნებელი თაობის ბრძოლები იყო, რომელმაც სასწაულები შექმნა და ამისთვის საკუთარი სისხლი შესწირა. ჩვენ გვასწავლიდნენ, გვყარებოდა ეს მიწა, ეს სახელმწიფო, ეს ხალხი, ჩვენი წარსული და ის პოტენციალი, რომლის რეალიზებაც ჯერ კიდევ ერთად გვმართებს. ასე რომ მე მუდმივად ოპტიმისტი ვარ, რაც არ უნდა მოხდეს მთავრობის უმაღლეს დონეებზე, სადაც რეფორმებია საჭირო. თითქმის ყველა მიმართულებით ისრაელის მაგრამ როგორც ბუნებრივია და ადამიანური, როდესაც ქვეყანაში მთელი მსოფლიოდან მილიონობით ემიგრანტი იყრის თავს, ერთი ნაწილის უპირატესობის აღქმა მეორეზე აქ აღარ უნდა არსებობდეს. გასულ კვირას ჩვენ ავანთეთ სანთლები იომ ჰაზიკარონისთვის და ჩირაღდნები ავიდა ჰარ ჰერცლზე. 10,000-ობით რეზერვისტი კვლავაც ასრულებს თავის მესამე, მეოთხე, მეხუთე მილუიმის ციკლს 7 ოქტომბრის შემდეგ. 1947 წელს თელ-ავივის კაფეში ნათან ალტრამანმა მოისმინა, როგორ ჩურჩულებდნენ ჰაგანას მეთაური და პალმახის დამფუძნებელი. რამდენი ადამიანი დაიღუპებოდა ქაღალდზე ახლად დაპირებული სახელმწიფოს დაცვაში. იმ ღამით სახლში დაბრუნდა და დაწერა მაგაშა კესიფი, ლექსი, სახელწოდებით ვერცხლის ლანსლანგარი. ლექსი მთავრდება 2 ახალგაზრდა ჯარისკაცით, ბიჯით და გოგოთი, რომლებიც ბინდისას მიადგნენ ერს დაღლილები, ჯერ კიდევ საბრძოლო ფორმაში. და როცა ერი ეკითხება, ვინ არიან ისინი, პასუხობენ: ანახნუმ მაგაშა კესიფ, შაალავ ნიტნა ქემინა და იუდიმ. ჩვენ ვართ ვერცხლის ლანგარი, რომელზეც ებრაული სახელმწიფო გადმოგეცათ. შემდეგ ალტენმანი წერს, რომ ეს 2 ერის ფეხებთან ეცემა და დანარჩენი უკვე ისრაელის ქრონიკებშია მოთხრობილი. მართლა ასეა. შემდეგი გამოწვევა ჩვენ წინ არის და როცა ეს ომი დასრულდება, ან იქნებ მანამდეც კი, ჩვენ უკვე გვაქვს საქმე გასაკეთებელი. მხოლოდ იმედი მაქვს, რომ იმ დისკურსის მეშვეობით, რომელიც იურიდიულ სკოლებში, იურიდიულ პროფესიაში და სოციალურ მედიაში ყალიბდება, ისრაელის სამართლისა და თავისუფლების ფორუმისა და სხვა შესანიშნავი ორგანიზაციების მუშაობით, მომავალში უკან მივიხედავთ და საკუთარ თავს გამოსავლის ნაწილად დავინახავთ. ჩვენ ვიღეთ სასწაული ვერცხლის ლანგარზე წინათაობებისგან და ჩვენი მისია უნდა იყოს, რომ ეს გადავცეთ მომავალს უფრო ფართოდ და ძლიერად. შემდეგ კვირას ვნახავ.